საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, ღირს დავით გარეჯელს მოიხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით დავით გარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისი აღესრულა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინა. თანამსახურებდნენ საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა, დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დაწყებამდე საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ღირსი დავით გარეჯელის საფლავი მოილოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, მაღალ ყოვლად უსამართლოესო, მეუფეო, ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო, მამა ილარიონ, მონასტრის მამებო და ძმებო და დებო, მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენებას. ყოველთვის დიდ მადლს გრძნობს აქ მოსვლით, აქ ლოცვით მის წმინდა საფლავთან, ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქართველოში ბერმონაზნობის აღორძინებისთვის და გაძლიერებისთვის. საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფეები, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში და მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი ისეთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. აი როგორ რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი. აი ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, რომ ღმერთი ამ პარტავანთა შემოსრავს, ხოლო დაბალთა მისცემს მადლს. და აი მამა დავითი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან და ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, იმიტომ რომ როგორც იცით წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრების და სულიერი ცხოვრების. და რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვად. და რა თქმა უნდა, ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა. ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს. და აი დღევანდელ სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რასაც ითხოვთ ზეციერი მამისგან, მოგცემთ თქვენ. ჩემი სახელით თუ ითხოვთ. აქამდე არ გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვდეთ და მოგეცემთ. და ბოლოს დასძენს, რათა სიხარული თქვენი იყოს სრულყოფილი. აი წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი. თითქოს უფალმა ყველაფერი გაუხსნა, ასწავლა მოციქულებს და ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას აი ამ ცნებით, ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. და უფალი აძლევს აი ამ შესაძლებლობას. მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო გულით. ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე. დაახლოებით როგორც შვილების თხოვენ მშობლებს რაღაცას. აი ჩვენი ლოცვაც ესეთი უბრალო უნდა იყოს, გულის უბრალოებით. და ამაზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ
თუ არ იქნებით როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. და დასძეს, რომ ვინც დაიმდაბლებს თავს როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში. და აი წარმოიდგინეთ, უფალი აი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს. თითქოს ამბობს, რომ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი და გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება გვეგონოს არასწორად, რომ უკვე დასრულები ვართ და ღვთის გარეშე შეგვიძლია ფონს გასვლა, აი უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარსდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა ისე ვევედროთ მამას და მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მისგან ვთხოვთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ სალოცავად დგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არც ერთი სხვა საქმე ჩვენ ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ არაფერი არ შეედრება ლოცვას და მის ძალას. რომ ლოცვის დროს განხარდება წუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ირღვევა ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ გევართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, რომ ყველაზე ღარიბიც კი რომ იყოს ადამიანი, ვინც ლოცვა იცის, ის მაინც ყველაზე მდიდარია. და თუ ვინც ლოცვა არ იცის და არ მიმართავს ლოცვას, ოქროს ტახტზეც რო იჯდეს, მეფის ტახტზეც რო იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბი იქნება. ასე რომ აი ფიქრობ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის რომ ეს მადლი მივიღოთ და გქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდევს, რომ მამას უყვარხართ თქვენ, მამა ჩემს თქვენ უყვარხართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ მე შემიყვარეთ და გწამთ რომ მე ღვთისგან გამოვედი. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს მადლი და უფლება გქონდეს, უფალი გვეუბნება რომ უნდა ვიყოთ ქრისტესნი, უნდა გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან და გვიყვარდეს იგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დავით გარეჯელის ხსენებას, შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა, ეს წმინდა მონასტერი დაიფაროს და გააძლიეროს და მისი მეოხებით შეგვეწიოს უფალი რომ მოვიპოვოთ ეს ლოცვის მადლი და სულიწმიდის მადლი, რომ გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, რომ უფალი მკვიდრობდეს ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დაალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისის დაწყებამდე დილით სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა. გილოცავთ მრავალდაესა შეგვეწიოს მამა დავითი, დოდო გარეჯელი შეგვეწიოს, ლუკიანე და ყველა წმინდანი, მოწამეები 6000 მოწამეა, მოწამეებიც ბევრი არიან აქ გარეჯის უდაბნოში და შეგვეწიოს მათი მადლი და გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს. ჩვენს პატრიარქს მიულოცოთ დღევანდელი დღე, შეეწიოს მამა დავითი, ჩვენ საქართველოს მიულოცოთ, ჩვენს ეს ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთის იმედი ნუ მოგვიშალოს, ღმერთის იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის, რომ ღმერთს არ შეუძლია ცუდის გაკეთება. ღმერთი არის მოწყალე და შეუძლებელია, რომ ღმერთმა რამე ცუდი გააკეთოს. ღმერთს არ შეუძლია ყველაზე ცუდი გააკეთოს, ესე სიმბწყალებში რო თქვათ რა, ცუდი. ეგ არის სამართლიანობა. სამართლიანად რომ მოგვაგოს ღმერთმა და ღმერთმა დაგვიფაროს თუ სამართლიანად მოგვაგოს. ლოცვა არის, რომ
რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, იმისგანო განგვარიდოს ღმერთმა ჩვენ. ანუ ლოცვა არის, რომ რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, იმისგან აგვარიდოს ღმერთმა და არა ის ხო შეუძლებელია, მაშინ ლოცვას აზრი ეკარგება. თუ ყველაფერი ისე მოხდება, ღმერთს არ შეუძლია უსამართლოდ მოიქცეს. ასე რომ ადამიანს არ უნდა უსულო, რომ ღმერთმა გადაგიხადოს სამართლიანად მოგაგოსო. როგორც მაცხოვარმა ჯვარცმის დროს უთხრა ღმერთს შევედრა, რომ მიუტევე რამე თუ არ იციან რას აკეთებენო. ანუ ის კი არ უთხრა, რომ გადაუხადეო, როგორც ესენი იმსახურებენ, არამედ მიუტევეო. რამე თუ არ იციან რას იქმანო. ასევე ჩვენც ერთმანეთს არ უნდა უსულოთ, რომ ღმერთმა გადაგიხადოს, ღმერთმა მოგაგოს და ისე მოგაგოს, როგორც შენ იმსახურებ, არა. უნდა მიუტევოთ ერთმანეთს და ამით ვიქნებით ქრისტიანები და ამაში გამოჩნდება ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა რომ ისე მოგაგოს, ჩვენ როგორც ვიმსახურებთ, ღმერთმა დაგვიფადოს უყველა. ასე რომ ეს ლოცვები აღვლენი და ყოველდღიური ლოცვა იქნება თუ სიკეთის კეთება თუ დახმარება, მაგიტომ ვარო ღმერთმა მოგვიტოვოს ცოდვები და არა იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ და ვიმსახურებთ სამართლიან მოქცევას. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ სამართლიან მოქცევას, იმიტომ ვლოცულობ და იმიტომ ვევედრებით ღმერთსა და წმინდანებს და შეგვეწიოს ამაში მამა დავითი და დოდო გარეჯელი და ლუკიანი და ყველა წმინდანი. ღმერთმა დაგლოცო და გაგაძიო ჩვენთან არს ღმერთი. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, მამა დავითის სცენების დღეს, მამა დავითი იყოს შემწე სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელისა. განსაკუთრებით სასიხარულო დღევანდელი დღე ჩვენთვის არის, იმიტომ რომ გვეწვია ჩვენი უწმინდესი და უნტარესი და აღავლინა პარაკლისი, შეავედრა ერი, ორმაგად გახარებულები ვართ ყველანი. შეგვეწიოს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა ჩვენ და სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს. გილოცავთ ყველას, მამა დავითი იყოს შემწე და მფარველი ყველასი. დიდი მადლობა ყველას მოგზანებისათვის. წმინდა მამის დავით გარეჯელის სცენების დღეს ულოცავ სრულიად საქართველოს. ამ წმინდა ადგილზე მობრძანდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო. არაჩვეულებრივად იქადაგა პარაკლისი გადაიხადა მოკლედ. წმინდა მამა დავით გარეჯელი თქვენ კი გახსოვთ როგორი დიდი წმინდანი გახლდათ. ლამის მთელი იერუსალიმის მადლი წამოიღო საქართველოში. იმხელა ძალა ქონდა და აქ განისვენებს ქართულ მიწაში, ქართულ წიაღში და ზემოდან კიდე ზეციური მეოხია ჩვენი. ჩვენ უნდა მივდიოთ ამ დედა ეკლესიის შეგონებას, გვერდში დაუდგეთ ახალ პატრიარქს, ბოლომდე სამშობლოს უერთგულო და საცხონებელი გზაც ეგ არის, ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდებული წმინდანის ხსენებას. ყველას ულოცავ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებული წმინდანია, არა ყველა მიცის ამის შესახებ და განსაკუთრებული ადგილია ყველანაირად, ისტორიულად, სულიერად, რაღაცა ყოველთვის აქ გადიოდა, რაღაცა საქართველოს, რაღაცა სირთულეების, რაღაცა გზაგასაყარი და დღესაც ცოტა რთული სიტუაცია. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და შეგვეწიოს დავით გარეჯელის მადლობა. ჩვენც 20 წელია ყოველ დავითობაზე მოვდივართ მოსალოცած და დღეს განსაკუთრებით გაგვიხარდა რომ ახალი ჩვენი პატრიარქი შიო მესამე გვესტუმრა გავიცანით პირველად შევხვდით და სასწაული დღე არის სასწაულია ეს ადგილი ისევე როგორც ყოველი კუთხე კუნჭული საქართველოს. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს დავით გარეჯობას წყინვალე და წმინდა ადგილას ვიმყოფებით და შესაძლებლობა გქონდა პატრიარქს შევხვედროდით და დაველოცეთ და ძალიან მადლობელი ვართ ამ ყველაფრისთვის და ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მფარველი. გილოცავთ. დღეს დიდი დღეა, უწმინდესი ჩამობრძანდა ჩვენთან დავით გარეჯში, აღავლინა პარაკლისი და ეხლა ხალხი ელოდება რომ დალოცოს ყველა. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა. ღირსი მამა დავით გარეჯელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო.
წმინდანები საქართველოში მე-6 საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით შემობრძანდნენ. მათმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქრისტიანული რელიგიის დაცვასა და მონასტრული ცხოვრების განვითარებას. წმინდა მამებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტრები დააარსეს. აღსანიშნავია, რომ ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს დავით გარეჯის მამათა მონასტერში წირვა ყოველ წელს აღევლინება. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. დღეს ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნეს განათლების, ეკონომიკური პოლიტიკის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის საკითხებს. ფორუმში მონაწილეობდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო კომპანიები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ღონისძიება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევები, განვითარების ტენდენციები და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. დღეს სანგურში ჩატარდა Next Gen Business ფორუმი. პირველი ფორუმი იყო და იმედი ამას ტრადიცია თუ აქცევთ, საინტერესო დისკუსიები იყო და საინტერესო გამოხმაურება მიიღო. მაშინ მონაწილეობდა როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, საფინანსო სექტორიდან, ინოვაციური სექტორიდან, ციფრული მიმართულებით, მეწარმეები. ჩვენ ჩავატარეთ NKO-სთან, ანუ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან, ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, რომელთან თანამშრომლობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და მათ შორის შანსშან მათთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს გავიმეორეთ. ამ შემთხვევაში წელს დაემატა ფორუმი ბიზნესის მიმართულებით, რომელსაც ასევე ტრადიციულად ვაქცევთ. Happy to be here. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ვიწყებთ ახალ საბაკალავრო პროგრამას. იმედი გვაქვს, პროგრამა 2027 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტანდარტების შესაბამისად მიიღონ განათლება, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება. რაც შეეხება დღევანდელ ბიზნეს ფორუმს, ეს პირველი ღონისძიებაა, რომელიც წელს ჩატარდა. იმედი გვაქვს, ყოველ წელს გაიმართება. ფორუმის მთავარი თემა უმაღლესი განათლება და ბიზნეს განათლებაა. როგორ მოვამზადოთ სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალების შრომის ბაზრისთვის. ამასთან ერთად განიხილება ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.